წავიდა. დღეს ვამზადებთ ყველაზე წვნიან ქაბაბს სოფლიოში. და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ბაბა ჯელალის, მეკაბაბე ჯელალის შლაპა. ხო გევარ ბაბა ჯელალს არა? მოკლედ, ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ქათმის ფილე და რა თქმა უნდა, ცხვრის დუმა. მინდა გაჩვენოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხორცი დავუმუშავოთ კარგად, რადგანაც კვების დროს ხრტილები არ შეგვხვდეს. აი ეს არის ყველაზე ცუდი. რაც შეიძლება მეტი ცხიმი დაუტოვოთ ამას, რომ მე ქაბაბში გამოგვადგება. ღორის ხორცი 1 კილო, საქონლის ხორცი 1 კილო, ფილე და დუმა კილოზე სადღაც 200-დან 300 გრამამდე უკეთებ ხოლმე და გამოდის იდეალური. ჩვენ გვინდა რომ ეხა ეს ცოტა წვრილად დავჭრათ. რა თქმა უნდა, კითხვა გაგიჩნდებათ, რისი რა ნაწილია საქონლის? ეს არის საქონლის ბეჭის რბილი. აი, ხორცი, უნდა მოყვება, აი შეხედეთ რა ხორცი, აბა შეხედეთ, აბა შეხედეთ. მერაბა, ოშკადინის, ნასინსინის, ჩემო თურქო მეგობრებო, როგორ ახართ? ხო ხართ? კარგად. წებოვნებას აძლევს ქათმის ფილე, მაგარ წებოვნებას აძლევს რა. აი ეს ხორცი თლიანად დავკეპო და არ გავატარო ფაშის მანქანაში. მინდა რომ გავაკეთო რა. მინდა რომ კარგად გადაიღოთ რა. აი ეს, აი, ეს უხეში ღეროები არ მჭირდება. უხეში ღეროებს აქეთ დავდებ. და კინძი. კინძის ძირებით ძალიან გემრიელია, მაგრამ ეს. სასადილოში რო შედიხარ რა და საწებელი რომ მოაქვთ, აი უხეში არც გატარებული, არც დაბლენდერებული, არაფერი და აი ჩენჩოები რო ყრია რა, ეგ ისეთი უნდა გავაკეთო. ამას მოუხდებოდა ესე დაჭრა. ესე უნდა დავჭრა. ისკანდერ კაბაბ, იადანა კაბაბ. და ეს უკვე ირაკლის კაბაბია, ქართული კაბაბი. ქართულ მოტივებზე გაკეთებული კაბაბი. ეხლა დავიწყოთ დაკეპვა, აბა. რა შეგეთებ? ამით არ გამოვა. თქვენ გეგონათ, მე მართლა ამით დავკეპავდი? მეკაბაბე ჯელალის მინიდანა მომაწოდეთ. აბა წავიდა. რა თქმა უნდა, აბა ეს პატარა დანები რას დაკეპავდა? აბა პატარა დანები დაკეპავდა და საქმეს გაგვიკეთებდა? აი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ყველაფერი გრანდიოზული უნდა გავაკეთოთ. ნახეთ, როგორ კეპავს. როდესაც ესე უნდა გაიცი. ვიდეო სპონსორი. რა თქმა უნდა, კომპანია რაუტი, რომელიც შექმნით 5 წლის წინ მე და ჩემო მეუღლემ და იმის მერე ეს ყველაფერი, ეს პროცესები მიმდინარეობს ეტაპობრივად. აი ეს როგორც ეტაპობრივად იკეპება, ესე მიმდინარეობს. ფურშეტი, ტრადიციული კვება, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კომპანიებისთვის ლანჩები, რომ თქვენი თანამშრომლები იყვნენ დანაყრებულები და მე უფრო ეფექტურები გახდნენ და უფრო მეტი мотиваცია გქონდეთ. ლანჩები თანამშრომლებისთვის და კეითერინგი, რასაც გულისხმობს და რასაც მოიცავს, რომ მოვედით ადგილზე გაგიშალეთ ყველაფერი, დაგიგეგმეთ, დაგიორგანიზეთ და წავედით. კომპანია რაუტი. რაღაც სლოგანი გვჭირდება. შენი სიმშვიდის გარანტია რაღაცა. შენი ნერვების გარანტი, რომ იქ უნდა შეუთანხმო ქორწილი მაგალითად მეუღლეს, იქ უნდა შეუთანხმო მეუღლის მშობლებს, იქ უნდა შეუთანხმო მეზობლებს და მთელი ამბავი რა. ამ ყველაფერს მარტივი გადაჭრის ფორმა გვირეკავ ჩვენ არავის არ უთანხმებთ თქვენს გარდა. თუ საჭიროა თქვენს დედამთილთანაც, სიდედრთანაც, მამამთილთანაც და სიმამთანაც ჩვენ ვიკონტაქტებთ, თქვენ შვიდად წყნარად აარჩევთ ან პიჯაკს, ან საქორწილო კაბას. კაბაბი როგორ უნდა ლესავდეს? პილპილს და მარილის, ხორცი და მარილი კომბინაციაში ერთად არის სასწაული. აი, ეს არის ციმ. გავლახოთ.
ამას გამოვატარებთ ჩვენ ახლა მაცივარს და ცეცხლი გავაღვიოთ სანამ საწებელს გავაკეთებთ. ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე რა. ეხაც აკეთებს, მაგრამ ადრე უფრო ხშირად აკეთებდა ხოლმე. ნანუს მოკითხვა გემრიელესი ხელი აქვს. ჩაულებრივი ტომატ პასტა, აი უცბად რა, აი სახელდახელოდ რაც ქვია, აი გავაკეთოთ. საწებელი დაგჭირდება უცხო სუნელი. ხმელი კინძი. წითელი წიწაკა. ესე უხნათ და მე ვნახოთ რა თუ დაგჭირდება კიდე დაუმატებ. აი ეს უხეშად. ნაფოტები რო შეგხვდეს რა. ერთიც გაუტაროთ და всё საკმარისი იქნება. აი ეს კინძის ღეროებიც გჭირდება ძირებიც, რომ მაგარ არომაც გაუჩენს, აი სასწაულ არომაც გაუჩენს რა. მე ვასხამთ ჩაულებრივ ცივ წყალს და არ გეგონოთ რომ ანადუღარი წყალი უნდა არაფერი ეს ხო არ უნდა შევინახოთ. ეს ეგრევე უნდა მივირთოთ და უკნათ ძმარს, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, დედა რა თუნა მაგას ძმარი? არ უნდა ძმარი, ის უნდა, ციტრუსი უნდა, ეს უნდა. მოკლედ, ჩვენ ვასხამთ ძმარს. ცოტა გათხელება უნდა ჩემი აზრით. მაქსიმალურად გთხოვთ ყველას ისეთი საწებელი არ გააკეთოთ, რომ ქაბაბს აჯობოს. დედას პიცა ვარ, მართლა მაგარია. აუ ძმარი რა კარგად ურტყამს. ბიჭო, ალინიორი, აი ესე ყველაფერი ერთად მოდის. ჩვენი დასვენებული ფარში გამოვიღეთ და ვიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანს იმაში, რომ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ჩვენ ცოტა ხორციანი გავაკეთოთ, რომ გამოვიდეს წვნიანი ქაბაბი. მაყალს მოვაზომოთ, მაყალს ბარბეკიუს. სხვათა შორის ამ ბარბეკიუზე არ ეტევა ეხა ეს რა. და ამისთვის კომპანიები, რომლებსაც გაქვთ ბარბეკიუები და გინდათ რომ ხარისხიან ვიდეოებში თქვენი რეკლამა იყოს, შეგიძლიათ დამირეკოთ, დაგვიკავშირდეთ და განვიხილავთ თქვენ ბარბეკიუს. გავარეკლამებთ და ხარისხიან კერძებს გავაკეთებთ თქვენს ხარისხიან ბარბეკიუზე. ესეც აი როგორ შევაცურე რა, აი ესე შევაცურე. რა ქაბაბია ვიჯო? ვისველებთ ხელს, ვაგრძელებთ. ბასაი. მარტივი მოძრაობით ჩამოყავს, აი ნელა გავაკეთოთ, რომ მისახვედრი იყოს მარტივად, ნახეთ. თან ყვითელ გულა გვეხმარება ჭიკჭიკებს. ამასობაში ნაკვერჩხალიც უკვე გაღვივდა იმ დონეზეა, რომ უკვე გადავიტანთ ნაკვერჩხალზე და მაგაი ფიქრი არა აქვს, აბა შეხედე. როგორი წვნიანი უნდა იყოს, აბა შეხედეთ. ბოლოები ჩაუკეტეთ, როგორც გითხარით. აუ რა ნაკვერჩხალია, საჭიროა არა ძალიან ცხელი რა, რომ არ დაგიწვათ გარედან, რომ შიგნიდანაც მოასწროს ქაბაბმა დასრულება, მაგრამ არ ძალიან ისეთი, რომ იმდენი ხანი ატრიალო, რომ ჩამოვარდეს რა. ირაკლის ქებაბ. ხო, ქაბაბს აკეთებენ თურქები, აკეთებენ აზერბაიჯანელები, აკეთებენ სომხები, რო არავინ მოწყინოს და ვაკეთებთ ქართველები. აბა ვნახოთ გადატრიალება. ოჰოჰო. ბიჭო რა არის? ნახე. როგორ თანაბრად წოვს. ცოტა ნაადრევია გადმოტრიალება, მაგრამ კარგია, ჯობია ხშირად ვატრიალოთ და ყველა მხარეს თანაბრად შეიბრაწოს. დინარის ხმა გესმით? ეს ის დინარია საქონლის სუპი რო შევწვი. გამწვანდა ატყობთ ხალ, ხო? ნახეთ როგორ გამწვანდა რა, ოპერატორო დააფიქსირე ყველაფერი. ნახეთ როგორ გამწვანდა და ნელ-ნელა იღვიძებს ბუნება. გუზელ ქებაბ. სამი უკვე მზად არის.
ხახი სუმახი რა არის ეხა ნახეთ როგორ გასდის აი ხოი მე დამეწვა თან ხელი აქ კამი უნდა დამიძგოს ხოლმე რომ დავჯდე შემდეგ ვიდეომდე დამელოდეთ მეგობრებო წინ უფრო საინტერესო რაღაცები გეულდებათ ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ რაც თავარი